1902 წელს ბრიტანელმა ეკონომისტმა ჯოშ ატკინსონ ჰობსონმა გამოსცა წიგნი „იმპერიალიზმი კვლევა“. ჰობსონმა გააკრიტიკა კოლონიალისტური იმპერიალიზმის იდეოლოგია, რომელიც ექსპანსიონიზმის გასამართლებლად განმანათლებლობისა და ცივილიზაციის გავრცელების არგუმენტებს ემყარებოდა. განვითარებული კაპიტალიზმის სახელმწიფოები მოხმარების კრიზისს განიცდიდნენ. მესაკუთრეები მშრომელებისთვის დოულეთის უფრო უხვი განაწილების, მათი მწყიდველუნარიანობის გაზრდის ნაცვლად, მაღალი მოგების შესანარჩუნებლად, გარე ბაზრების ათვისებისთვის იბრძოდნენ. კრიტიკული ანალიზის მიუხედავად, ჰობსონი იმპერიალისტური კაპიტალიზმის ექსპანსიას გადაულახავ კანონზომიერებად არ მიიჩნევდა. ბუნებრივი არ არის, რომ ხედავთ ჩვენს ეროვნულ რესურსებს მილიტარიზმში, ომში, რისკიან და არაკეთილსინდისიერ დიპლომატიაში, იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქციისა და ჭარბი კაპიტალისათვის ბაზრები მოვიპოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰობსონი ლიბერალური ორიენტაციის ეკონომისტი იყო, მისმა კვლევამ გავლენა მე-20 საუკუნის დასაწყისის მარქსისტული კრიტიკის განვითარებაზეც მოახდინა. 1912-1914 წლებში ევროპაში დიდი ომისათვის მზადების პარალელურად გერმანელმა სოციალ-დემოკრატმა კარლ კაუცკიმ, რომელსაც იმ პერიოდში მარქსიზმის პაპს უწოდებდნენ და კონტინენტის მასშტაბით წამყვან პოლიტიკურ ფიგურას და მოაზროვნეს წარმოადგენდა, ულტრაიმპერიალიზმის თეორია წამოჭრა. კაუცკიმ ჰობსონის მსგავსად დაუშვა, რომ მომავალში შესაძლებელი იყო საერთაშორისო კაპიტალიზმის გაერთიანება ერთ კარტელად, მომავალი ომების, განადგურებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად. ეს თეორიული დაშვება, ისევე როგორც მიმდინარე ომისადმი პოზიციონირების საკითხი, მეორე ინტერნაციონალის შიგნით, ანუ სოციალისტებს შორის, ფუნდამენტური განხეთქილების საკითხად იქცა. ომის დაწყებიდან 2 წლის შემდგომ 1916 წელს ვლადიმერ ლენინმა გამოაქვეყნა პამფლეტი „იმპერიალიზმი კაპიტალიზმის უკანასკნელი სტადია“. ბოლშევიკების ლიდერი გმობდა ნებისმიერი სახის კომპრომისს იმპერიალისტების მხრიდან წარმოებულ ომთან, ხოლო კაუცკი რევოლუციური მარქსიზმის გზიდან გადახვევისთვის რენეგატად გამოაცხადა. მისი აზრით, კაპიტალიზმის პირობებში შეუძლებელი იყო თანაბარი განვითარება გლობალური მასშტაბით, რაც გარდაუვლად შექმნიდა იმპერიალისტურ აქტორებს შორის დაპირისპირებისა და ომის განმეორების წინაპირობას.